მოგესალმებით, დღეს მოვამზადოთ შემწვარი წიწილა ტყემალში. ერთ-ერთი საუკეთესო კერძია და სანამ ახალი ტყემალი გვაქვს, მოვამზადეთ და ისი ამოვნეთ. მე მაქვს წითელი ტყემალი, მწვანე ტყემალში მომზადებული უფრო კლასიკური ვერსია. გარეცხილი 1 კილოგრამი ტყემალი მოვათავსე ქვაბში. დავასხი ცოტა 100 მილილიტრამდე წყალი, წყლის დასმა დამოკიდებულია რამდენად სქელი ან თხელი ტყემალი გინდათ. შემოვდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. ადუღებიდან ვხარშოთ, სანამ ტყემალი კარგად არ დარბილდება. გადმოვდგათ, აი ასეთი მოხარშული ტყემალი მივიღეთ და დავტოვოთ გასაციებლად. მე მაქვს ესეთი ვარია წიწილა, შეგიძლიათ ქათამიც გამოიყენოთ. პირველ რიგში მოვაყაროთ მარილი, გადავანაწილოთ ყველგან. მოვაყარე ქათმის სუნელი, რომელშიც შედის სხვადასხვა სუნელები, რაც ქათამს უხდება. ასევე დამატებით ვაყრი უცხო სუნელს, პაპრიკას, ცოტა მწარე წიწაკა მოვაყარე. მოვასხი 100 მილilitrამდე ზეთი. ესენი კარგად გადავანაწილოთ მთელ ვარიაზე, აი ესე დასრესვით. დავაფაროთ და შევდგათ მაცივარში 20 წუთით. მოვამზადე მწვანილები, რასაც ტყემალს დავამატებ. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ, რაოდენობა დამოკიდებულია რამდენი ტყემალი გაქვთ. ბლენდერში მოვათავსე ნახევარი მწვანე მწარე წიწაკა, 3-4 კბილი ახალი ნიორი, ომბალო, რომელსაც უხეში ღეროები მოვაცალე, კამა და ოხრახუში. დავაბლენდერე და გადავდგი გვერდზე. გაციებული ტყემალი გადმოვიტანე საწურავზე და გავცხრილე. მივიღეთ აი ასეთი ტყემალი, სისქე დამოკიდებულია თქვენზე. დავამატოთ მარილი გემოვნებით. მე ჩემ რაოდენობა ტყემალს ვაყრი არასავზე 1 ჩაისკოვს შაქარს. დავამატე დაბლენდერებული მწვანილები. ცოტა დაღერღილი წიწაკაც დავამატე, ტყემალში ძალიან ლამაზად ჩანს ეს წიწაკა. სიმწარე დაამატეთ გემოვნებით. შევურიე ერთმანეთში კარგად, დავაფარე და დავტოვებ, რომ გემოები გაუჩნდეს. მაცივრიდან გადმოვდგი ჩვენი ვარია. გადავიტანე ღუმელის სიმზე, რომელზეც ძირზე დაფენილი მაქვს ალუმინის ქაღალდი და ზემოდან საცხობი ქაღალდი. ჩემი ვარია არ არის მსუქანი და ამიტომ ცოტა ზეთი კიდე მოვასხი. თუ ქათამი მსუქანი გაქვთ, ამ ზეთის მოსხმა აღარ არის საჭირო. საცხობი ქაღალდი და ალუმინის ქაღალდი ესე შემოვაფარე ნაწილობრივ, დავფარე და შევდგი გახურებულ ღუმელში 200-220 გრადუსზე. შეწითლებამდე ჩემ ვარიას დასჭირდა 1 საათი. თუ დიდი დედალი გაქვთ, შეიძლება 2 საათამდეც დასჭირდეს. ამის დრო თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. ასე შეწითლდა ჩემი ვარია, გადმოვიტანე გაშლილ თეფშზე, ეს უნდა შეგრილდეს და მერე დავჭრათ. თუმცა დრო არ ითმენდა და მე მალევე დავჭერი, რადგან დაჭრილი უფრო მალე გაგრილდებოდა. დაჭრილი დავტოვე გასაგრილებლად, არ არის აუცილებელი ძალიან გაცივდეს და მოვასხათ მომზადებული ტყემალი. ტყემალის სისქე დამოკიდებულია თქვენ გემოვნებაზე, შეგიძლიათ ვარია მოათავსოთ ღრმა თასში და თხელი ტყემალი მოასხათ, რომ ყველგან კარგად გაუჩნდეს. მე თეფშზევე ასე ზემოდან გადავუსვი. მთელ ტყემალსაც არ გამოვიყენებ, ნაწილ ტყემალს მივიტან სუფრაზე ცალკე. სანამ სუფრაზე მივიტან, დავაფაროთ და დავტოვოთ რამოდენიმე წუთი, რომ გემოები გაუჩნდეს. გამოდის აი ესეთი სასწრაფოდ გემრიელი წიწილა ტყემალში, აუცილებლად მოამზადეთ და ისიამოვნეთ, სანამ ტყემალის სეზონი არის. არხზე გვაქვს წიწილის შეწვის 2 მეთოდი, როგორც ღუმელში, ასევე
ტაფაზე. ეს ვიდეო რეცეპტები არის საკმაოდ პოპულარული, ტაფაზე შემწვარი მაგალითად ჩემთვის უფრო გემრიელია. ეხლა ეკრანზე გამოჩნდება ვიდეო რეცეპტის ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და სრულ ვიდეოსაც უყუროთ. აქ კი მოკლედ მოგიყვებით. პირველ რიგში ქათამი შუაზე უნდა გავჭრა და კარგად გადავკეხოთ ძვლებში, აი ესე გადავასწოროთ. ღუმელში შესაწვავად ძალიან გემრიელი соуსი მოვამზადე. თასში ჩავასხათ ზეთი, სოიუს соуსი, სუნელები, ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, პაპრიკა, მწარე წიწაკა. დავამატე 1 სუფრის კოვზი მაიონეზი, ესენი კარგად შევურიოთ ერთმანეთში. ქათამს მოვაყაროთ ჯერ მარილი და ყველგან კარგად გადავანაწილოთ და ზემოდან წაუსვათ ეს ჩვენი მომზადებული соуსი. ვუსმევთ ყველგან, მთელი соуსი უნდა გამოვიყენოთ. ამ დროისთვის ქათამი უკვე მიდევს ღუმელში შესაწვავად სინზე. მოვასხი ასე ცოტა ზეთი და ცოტა წყალი. წყალი ან საერთოდ არ უნდა, ან დაასხით ცოტა, რადგან ესე ღიად უნდა შევწვა და სჭირდება ორთქლი. შევდგათ წინასწარ გახურებულ მაღალ ტემპერატურაზე 200 გრადუსზე. მე კი იგივე ვარიების ამ კუჭმაჭს მოვაყარე მარილი, პილპილი, კარტოფილი დავჭერი ასე კუბიკებად და 9 საათის მერე გადმოვდგი ქათამი და სინზე თავისუფალ ადგილებში მოვალაგი ეს კუჭმაჭი და კარტოფილი. მივაბრუნე ისევ ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე შევწვი შეწითლებამდე, მზაობამდე. დამოკიდებულია ქათმის სიდიდეზე და შეიძლება დასჭირდეს 1 საათიდან 2-2.5 საათიც კი. საბოლოოდ აი ასე შევაწითლე, თუ გინდათ რომ თქვენი წიწილა იყოს რბილიც და წითელიც, დრო და დრო, როცა უკვე შეწითლებას დაიწყებს, გახსენით ღუმელი და თავისივე წვენი ასე ზემოდან მოასხით ყველგან. ეს გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ და თქვენი წიწილა გამოვა ძალიან წვნიანი და შეწითლებულიც. მე ტაფაზე შემწვარი ქათამი განსაკუთრებულად მიყვარს, ასევე შუაზე გავჭრათ ქათამი და კარგად გადავტეხოთ, რომ გასწორდეს. მოვაყაროთ მარილი, სუნელები და უნდა შევწვა ერბოში, ან შეწვით კარაქში. გაცხელებულ ტაფაზე დავდე ჯერ ერბო, მოვათავსე ქათამი ზურგით ზემოდან ასე და ზემოდან ქათამს დავადე 1 სუფრის კოვზი ერბო კიდევ. უმჯობესია რომ მძიმე დავადოთ, რომ კარგად ეხებოდეს ტაფას, დავაფაროთ და შევაწითლოთ ცალ მხარეს. წვავთ მაღალ ტემპერატურაზე, ცალ მხარეს რო შეწითლდება, ამოვატრიალოთ, ვეცადოთ რომ ეხებოდეს კარგად ტაფას და შევაწითლოთ მეორე მხარესაც. შეგვიძლია კიდევ ამოვატრიალოთ და ასეთ შემწვარ ქათამს ძალიან უხდება სქლად დაჭრილი ხახვი. ხახვის წვენი მას არბილებს და აგემრიელებს. თუ ხახვი არ გიყვართ, ისევ ტყემალით გამოამზადეთ, ახალი ტყემალი ძალიან უხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორივე ვიდეო ძალიან მოგეწონებათ და ძალიან გემრიელ წიწილებს შეწვავთ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ახალი რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ და გემრიელ დღეებს გისურვებთ.